შეფასებების თემაა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც ვკითხულობთ. დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით ირწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზრდა და დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა ქართული ოცნების მხრიდან დიდი ბრიტანეთისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებებისა და საჯარო თავდასხმების სერია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრის არჩევნო კონკურენტების დაკავება სრულად შეუთავსებელია ქართული ოცნების მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის გზას. ვკითხულობთ განცხადებაში. ბრიტანეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული ევროპული ქვეყანა, სადაც კანონი ნებისმიერ შემთხვევაში აღსრულდება, რა პოლიტიკური შეფასებაც არ უნდა მიეცეს ამას გარედან და ფაქტია, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ კანონი დაირღვა უხეშად და ირღვევა სისტემურად და ეს სისტემურობა კიდევ მნიშვნელოვანწილად ასახულია იმ გეგმაში, რასაც რევოლუციური გეგმა ჰქვია, ასე რომ სახელმწიფო თუ კანონს ასრულებს, საქართველო იქნება თუ ნებისმიერი სხვა, სწორედ ამ კუთხით უნდა გაანალიზდეს. თუ კი ამ კუთხით აანალიზდება, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში კვლავ საქმე გვაქვს გარკვეულ პოლიტიკურ მიკერძოებასთან, ან პოლიტიკურ მიზანთან, რომელიც სამწუხაროდ მათ შორის ბრიტანეთის გარკვეულ მმართველობის სტრუქტურასაც გააჩნია, რომ მაინც ასეთი სამხრივი მეგობრობის რეჟიმში უნდა გავაგზავნოთ მუშაობა, საქმიანობა, ყოველდღიურობა. ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობდი, როდესაც ბრიტანეთის ელჩის ქცევაზე ვსაუბრობდი. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ მან დაარღვია ვენის კონვენცია. იმით, რომ ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში აგიტაციის სახით ქართული ოცნების წინააღმდეგ. ბრალდება ნომერი 1. ამას უპასუხონ. თქვან რომ არ დაარღვია, ვინაიდან მისი განცხადება არ იყო ჩაერია. თქვან მაგალითად ეს, ხო? ამის ნაცვლად ამბობენ, რომ ეს სრულ ბრალდებები, ასე შემდეგ. ხომ ეხა ესე განათლებული ადამიანები ასეთ დიალოგს არ წარმოებენ და ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის მიმართ უფრო დიდი წარმოდგენა აქვს ქართულ ხალხს. ამიტომ პირველი ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, როდესაც არჩევნებამდე 10 დღით ადრე საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა საჯაროდ ინტერვიუს სახით ქართული ოცნების წინააღმდეგ. გვაინტერესებს პასუხი, დაარღვია თუ არა მათი გაგებით ვენის კონვენცია, ერთი და თუ დაარღვია, რას აპირებენ ამ მხრივ რომ მოიმოქმედონ. მეორე, ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა დაეფინანსებინა ექსტრემისტული განწყობების მქონე ადამიანები. ამაზე გვაინტერესებს პასუხი, სხვა შორის ამდენადაც ვიცი, ამაზეც ჰქონდათ ამ შეხვედრაზე საუბარი, რომ ეს არ არის ასე ვთქვათ, სრულ ბრალდება არის თითქოს ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებენ.